თქვენი შეფასებით, აი დიდ თოვლობა, რომელიც სახეზე გქონდა და ლამის ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრა, როგორ გავლენას მოახდენს ადგილობრივ ჰაბიტატებზე, ადგილობრივ მცენარეულ საფარზე, რა ტიპის გავლენა შეიძლება ვიხილოთ? დიდ თოვლობა ახლა არ არის რაღაც ისეთი განსაკუთრებულად უცხო მოვლენა, ეს რაღაცა ისტორიულადაც რაღაც სხვადასხვა წლებში გქონია, თუმცა როგორც წესი, აი ამ დროს რა ხდება მცენარეულ საფარზე, ნიადაგში, ასევე დიდ თოვლობის შემდეგ იზრდება მეწყერსაშიში მდგომარეობა ხომ ასე, აი ესეც რა ახალი გამოწვევაა ჰაბიტატებისთვის, მცენარეული საფარისთვის. როგორც ეკოლოგმა თქვენც აღნიშნეთ, რომ არ არის დიდ თოვლობა რაღაც ისეთი მოვლენა, რომელიც გარემოსთვის და ველური ბუნებისთვის უცხოა. თუმცა გურიისთვის ერთგვარი როგორც აღნიშნავდნენ კლიმატის სპეციალისტები და ასე ვთქვათ ადგილობრივები 80-იანების მერე არ ახსოვთ ასეთი დიდ თოვლობა. გურიისთვის არ არის ასე ვთქვათ ბუნებრივი ესეთი გარემო. თუმცა იქ არსებული ეკოსისტემებისთვის ეს არ არის ისეთი დამაზიანებელი შედეგი სახეობებისთვის, რომ მათ თავის აღდგენა ან გადარჩენა ვერ შეძლონ. გამომდინარე იქიდან, რომ თან ვართ ახალ ადრეულ გაზაფხულზე, არის ზამთარი მაინც და შესაბამისად ეს არ მოახდენდა იმას, რომ ვთქვათ რაღაც გაყინულიყო რაღაც სახეობები ისე, რომ ვერ აღიდგინონ თავი. აქ ეს პრობლემას ველური ბუნებისთვის ასე ვთქვათ არ წარმოადგენს. აი ჩემი მეგობარი გეოლოგი და ჰიდროლოგი ამოწმებდნენ სხვადასხვა რადარებზე, საჯარო რადარებზე ასე ვთქვათ მოსული ნალექების რაოდენობას და როდესაც თებერვლისთვის საშუალოდ საქართველოში მოდის 130 მმ ნალექი, გურიაში ბოლო ერთ კვირაში 170 მმ იყო მოსული. ანუ ნალექების რაოდენობა იყო ძალიან მაღალი. ეს თოვლი დაიწყებს ახლა დნობას და უკვე ვხედავთ დღეიდან უკვე ძალიან დათბა და მომდევნო დღეებში უფრო მეტად დათბება. ეს თოვლი რომ დნობას დაიწყებს, მთლიანად გაიჟონება ქვემოთ. მომდევნო დღეებში ყინულა გამოცხადებული კიდე ერთი კვირის შემდეგ ეს გაიყინება ისევ ქვემოთ. ანუ ყურადღება ამის აქცევი ყველაზე მთავარი უსაფრთხოების თვალსაზრისით ადამიანურ დონეზე. აი გარემოს დონეზე. გარემოს დონეზეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ გააქტიურდა მეწყრული პროცესები, ვიცით რომ მეწყრული პროცესების შედეგად შეიძლება იქ ტყიდან მოწყდეს გარკვეული გორაკიდან ან დაქანებიდან მიწა, რაც რა თქმა უნდა ტყის გარკვეულ სახეობებს გაანადგურებს იმ არეალში. ისევე მაგალითად თუ მოხდა მდინარის ხეობების ჩაკეტვა, ჩვენ ნახეთ რა საშინელება მოხდა ხო რაჭაში, როდესაც დაგუბებულმა წამოსულმა ასე ვთქვათ ყინვარმა დააგუბა მდინარე და შემდეგ ერთიანად წამოიღო. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ გარემოს აზიანებს. კი, დამაზიანებელი იქნება ბუნებისთვისაც და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა რომ მომდევნო დღეებში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიექცეს იქაურობას, რომ სადმე რაიმე პროცესი თუ დაიწყო, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს მთავრობა, იმიტომ რომ ნახეს უკვე მაღალმთიან იმერეთში მოხალისეებმა, როდესაც მდინარე ჩაკეტილი იყო და მართლა სახელმწიფოს დახმარების სასწრაფოდ გაასუფთავეს მდინარის ხეობა და გადააგდეს მდინარის კალაპოტი, რომ არ დაგუბებულიყო. ანუ ესეთი პროცესები ძალიან ბევრი იქნება ახლა და როგორც აზიანო მოსახლეობისთვის, ისე ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის.